ბევრმა იცის, მე როგორი სიყვარულით ვაგროვე ბევრი წელი ბავშვობიდან მოყოლებული აჭარული ნაქარგები. ესენი სულ ძველი კოლექციებია. ძველ სოფლებში შეგროვებული და მთებში შეგროვებული ბორჯუმის ხეობაში და აჭარაში. ორიგინალებია, ასე ვთქვათ. ბევრს უყვირდა მაშინ რა თმინდოდა, რატომ. ერთი რაც ახლა ამისგან მოვიფიქრეთ არის ის, რომ ეს ორნამენტები ამოვიღეთ ამ ძველი გადასწარები ნამუშევრებიდან, ამ თამამი. ზოგისგან ყვავილი, ზოგისგან ჩიტი. აი ნახეთ როგორი ძველია. ამისგან მაგალითად ჩიტები ამოვიღეთ. და გადავიტანეთ ახალ სუფრებზე. ნახე რა ლამაზი ჩიტებია. მაგალითად. აი აქედან ყვავილები გვაქვს ამოღებული. ესენი ძველი კედლის სამშვენისებია, ბევრს უნახავს, ეს ბევრჯერ მიჩვენებია. დამზიებულები. ნახეთ რა სილამაზეა. ესენი ძველები მე დიდი მაქვს, ათასობით ცალი მაქვს, ესენი შეგროვილი მუზეუმებსაც გადავეცი საჩუქრად, სამ მუზეუმს, ბათუმშიც და თბილისშიც. აი ნახეთ როგორი ყვავილები აქვს, რა თქმა უნდა, ბევრი მაქვს კიდე დარჩენილი და ამადგან ახლა ეს ყვავილები ამოვიღეთ, ეს ჩიტები ამოვიღეთ და სუფრები დავამზადეთ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოისურვა, რომ საჩუქრებად, აი ესე თავმოსაწონებლად დაამზადოს სუფრები და ჩვენ ამაში სიამოვნებით მივეშველეთ. აი ნახეთ აქაური ჩიტებიც, აი ეს ხოხბები. აი. ესენი სულ ყველა ახლა გამოდგება იმ ახალ სუფრებში. ჩვენც გვექნება, აი ეს ყვავილები აქედან სულ ყველა ამოვჭერით. და ეთნოგრაფიული ძვირფასეულობიდან ეთნოგრაფიული მასალიდან შევქმნით ახალი ამბავი. ნახე, მგლებიანი სუფრა, როგორი გამოვიდა. მე ყოველთვის გულის სუფრის მირჩევნია თეთრი, მე პირადად. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჭურჭელს რომ დაალაგებ, უფრო ჩანს. და საერთოდ თეთრ სუფრას უფრო აქვს სხვა, ნახე რა სილამაზეა, ორივე მხრიდან შეგიძლია გამოიყენო. აქიდანაც არის დაბეჭდილი და აქიდანაც არის და შეგიძლია გადააბრუნო, გადმოაბრუნო ორივე მხრიდან გამოდგება როგორც სუფრა. ნახეთ რა მშვენიერი გამოვიდა. ესეც ფერადი და კარგია. მერცხლებით და ვარდებით იქიდან ამოღებული ყვავილებია სულ ყველა. ანუ ეს ჩემი საკუთრება არ არის, მათია. ესეც კაი გამოვიდა. აგარაკისთვის, სოფლის სახლისთვის. შესაძლოა გაპრანჭულ სიტუაციებსაც შეიძლება მოუხდეს ასეთი სუფრები. მე მგონი რომ ლამაზია რა ვიცი, ფერადია, ქართულია. ჩვენია, ნახე. ესეც მათი ყვავილებია. ზუსტად მახსოვს ეს ქალების, ზუსტად ვიცი ვისი გაკეთებულებიცაა ეს ყვავილი. ძალიან ლამაზია, ძალიან კარგად გააკეთა ეს ამბავი დიზაინერმა, დიდი მადლობა მას. გემრიელად გააკეთა, ნახე. აი ეს ჩიტები, ყვავილები სხვადასხვა ნაქარგებიდან, სხვადასხვა ელემენტები აიღო და აპლიკაციებად ააწყო. ნახე ესეც რა კარგია, დიდი მერცხლები. შეკრული კოლოფებში ორი ზომა გვაქვს. დავწერ ამას ზემოთ ყველა ინფორმაციას, ორი ზომის სუფრა გავაკეთეთ და მომდევნო კვირიდან ჩვენს გვექნება მაღაზიაში თუ კი მოისურვებთ. სხვა სუფრებთან ერთად, გაპრანჭულ სუფრებთან ერთად გვექნება ეს სოფლური ვერსიებიც. ეს ნახე რა კაია. ამაშლებინე ესეც. ეს ნაჭერი სპეციალურად შერჩეულია, თურქეთიდან ჩამოვატანინეთ, ირეცხება კარგად და ადვილი მოსავლელია. ჩვენ ვიყენებთ სუფრებზე შედარებით. მასალა ბუნებრივს გავს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მასალა არ არის, სუფრისთვის ძალიან კარგად გამოსაყენებელია. მე გახარებული ვარ, კიდე ერთი ამბავი გამოგვივიდა. აი კიდე მერცხლები. ეს არის ჩემი ფავორიტი. ნახე რა კაია. ლურჯი მერცხლები. ეს ფერიდეს დახატული ჩიტებია. ძალიან ლამაზია. ამისი ორიგინალიც გვაქვს სადღაც. უნდა მოგძებნოთ ამ ჩიტების ბედა. არ დავიზაროთ ესეთ გავშალოთ. ამასობაში აჭარელი ქალები უკვე კარგავენ, მოიცალეს ეხლა მთებიდან ჩამოვიდნენ და სასწაულ ნაქარგებს ამზადებენ. ჩვენ
8 დეკემბრის ჩათვლით ვიმუშავებთ. 28 დეკემბრის ჩათვლით გარდენია ღია იქნება და ჩვენთან შეგეძლებათ მობრძანდეთ და შეიძინოთ. საახალწლო საჩუქრებადაც გამოგადგებათ, მე მგონი ამაზე კარგი და ქართული რა უნდა აჩუქოს ადამიანმა. ერთმანეთს ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ თანამშრომლობთ კარგად, მეგობრობთ კიდეც და დიდი მადლობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, რომ ასე გვენდობა, ასე პატივს გვცემს და კარგი ამბები გამოგვდის ჩვენ ერთად. განდაგანაზე ჩამოვდივარ ხოლმე ბათუმში და მეძლევა შესაძლებლობა ჩემს აჭარლებს, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს, ჩემი მთის თუ ბარის აჭარლებს ყველას მოვეფერო და იციან ბათუმელებმა მე როგორ მიყვარს ისინი და არა მარტო ბათუმელები, ჩემი გორჯუმელები, რომელთაგანაც ეს ყველაფერი მათია ეს. ჩემი არ არის, ეს მათი ქონება და მათი სიმდიდრეა. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მე მგონი რომ ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და უფროსებმა სწორად მოიფიქრეს, იმიტომ რომ ამაზე კაი საჩუქარი რა უნდა იყოს. როცა შენ საშჩუქნი, შენი კულტურის ნაწილს ჩუქნი მეორე ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა.